მოგესალმებით. მე გიორგი ქავთარაძე ვარ, თქვენ უყურებთ Rush Drives. ეს კი ჩვენი დღევანდელი კიდევ ერთი ვლოგია. არ შევჩერდებით, რახან თქვენი ვლოგების აქტივობა ესე სერიოზულად მიყვა ერთი მეორეს. ხედავ რომ მოგწონთ, მიხარია ძალიან, როგორც გამომწერებს, ისე ახალ მაყურებლებს. შესაბამისად, დღევანდელი ვლოგი იქნება BMW-ს ფესტივალიდან. დღეს 7 ივნისია. და BMW-ს ფესტივალია, კიდევ კარგი ამინდია, ძალიან მიხარია და ალბათ ფიქრობთ ამ Mercedes-ს ესე რომ დავარქვათ, რა უნდა BMW-ს ფესტივალზე. ჯერ იქიდან დავწყოთ რომ მე ავტომოყვარული ვარ პირველ რიგში და აბსოლუტურად ყველა ფესტივალზე ვეცდები რომ წავიდე, Mustang იქნება, BMW იქნება თუ Toyota Camry ფესტივალი იქნება, ეგეც საინტერესოა, მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება ვისთან ერთად მივდივართ და ამას აუცილებლად ნახავთ რომ ნომერ პირველი BMW-ით მივდივართ დღეს, ავტომობილის, რომელიცაც ვფიქრობ, თუ ოდესმე შევძლებ აუცილებლად ვიყოლიებ, რომელიც არის ალბათ ისტორიაში საუკეთესო BMW-ს მარკის ავტომობილი, ვინ იქნება ჩვენი ძმა და მეგობარი მაგას ნახავთ, ვისაც მივყავთ ფესტივალზე, ავტომობილსაც დაგათვალიერებინებთ, კითხავთ კიდევაც რამოდენიმე კითხვას, რას ფიქრობს თავის ავტომობილზე, როგორ მოწონს. დღეს დიდი დღე იქნება, სავარაუდოდ დიდი ალბათობით ავტოდრომზე გადავინაცვლებთ. დიღომში ვიკრიბებით, შემდეგ ავტოდრომზე გადავინაცვლებთ, სადაც პარკ დრიფტი გაიმართება, გიგი ტუღუშის კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება იქნება ეს და ძალიან გვიხარია, მადლობლები ვართ, რომ ჩვენც საპატიო სტუმრებს შორის ვიქნებით. დანარჩენს და ელოდეთ ეხლა რომ მოვაყენებთ თავის გრუხუნა ავტომობილს ჩვენი ძმა. ჩვენ ამ ავტომობილს კარგად იცნობთ, ვინც მაყურებლები ხართ, ამ ავტომობილის პატრონესაც კარგად იცნობთ და აგე მოვიდა. დავფიქსირე კარგად ხორო. ვაუ. ბაკას ინტროს ჩავწერ. ორჩ. ჭებიც მინეკავენ, შეგუზირა ფასადები. ხო. მე თვითონ უეჭველი ვექიუყურე და მე არ დაიძინა, მალე ჩაეძინა თქო და გაგიხეთქეთ ეს. ვაზე გავიდი. ამ საათი მეძინა. წავედი, საბარგულში ჩავდებ ჩანთას რა. ელექტრიკა ჩამოვედი რომ დამირეკე. ხადაო. საღო. ატარა შემომატება გზაში. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო სხვათა შორის, იმიტომ რომ პირველად MX რომელიც პირდაპირ ესუნა. და როგორც ვიცი პატრონობა გიორგიმ გითხრა და მე გავესაუბრებით აუცილებლად. 4 წელი არის გამზადებული სოფლიოში და 2008 წლიდან ეს მანქანა საქართველოში იმპორტდება. მე ვფიქრობ MX-ი თუ უნდა იყოს, ესეთი უნდა იყოს რა. მაგის გარეშეა. ესე გავაკეთე და ჩვენ ვახსენეთ ავტომობილზე წევან, ეს გიორგიმ წამოიყვანა ეს ავტომობილი და აი რა ვიცი, როგორც რუხებსდომი ადამიანი და ამის მატარებელი, როგორი ავტომობილია, გიო? საერთოდ სხვა ავტომობილია რა. მე-6 სერიასთან შედარებით დაკიდებაც სხვა, ვიზუალი ხო ვაფშე სხვა არის რა. ხო. და ყველაზე მთავარი რაც მინდა თქვა, ალბათ შენ გიტყოდი რომ სოფლიოში არის ამანის მე-6 სერიის ეს მოდელი 4 წელი გამოსული. საქართველოში ხო ერთადერთია. ხო. და პირველი არის ეს გამოსული 4-დან, რომელიც ოდესმე გამოსული. ამ ძალიან ექსკლუზიურია, ჯერ ზოგადად 4 როა. და მე ამ 4-დან პირველი ნომერი როდესაც არის რა. მე გაჩვენე მოდელია სერია, რომ ნომერ 1-ია წერია. და ეგ კადრი ძვა უკვე და შეგიძლია ამოანათო დანია აქ. იცი რა მაინტერესებს? გაკეთებულია, არ არის გაკეთებული? არა, სტოპია. და რა ხდება სტოპში? ამ სხვაობა არის? განსაკუთრებული არაფერი განსაკუთრებული. BMW-ს ფესტივალზე თქვი მე რომ ჩვენ ქოროსთან ერთად მივდიოდით და ფიქრობდა ეს ჩემი პირადი გადმოსახედია რომ საუკეთესო მოდელი BMW-ს 2000 წლების მერე რაც გამოუშვა ჩვენ პირადად ქოროს CS-ია და ზოგადად CS-ია, მაგრამ აი ძალიან განსაკუთრებული ავტომობილი როგორც MX სამანია ესე გასატარებელი არ არის. ჩვენ და გიორგი დავწმაკავთ დიდ ჩვენ კოლაბორაციასაც აუცილებლად იხილავთ ჩვენ არხზე. გაელოდეთ, იმიტომ რომ გიორგიზე რომ ითხრეს რომ უყვარდა ძალიან მაგარი სიგიჟეების გაკეთება
მე ამ ყველაფრისკენ პირველი ვარ ღია, აქედან გამომდინარე რამე სიგიჟეს ვიზავთ ერთად. აუცილებლად. ეხლა დაგეგმილია. კი, დავგეგმით უკვე. ცხენები მოვაყარეთ. პატარა პროცესი უნდა მოვაწყო შეივა. ო, აი ეგ კაი სანახავი იქნება. მადლობა ძმაო. პროებით. სუძინ, აუცილებლად. სერიოზული სექტაა ნახე. ნახე დანი. ჩვენ მერსედესნიკები გვიგვერთ და ამათ შეხედე ნამდვილად. ხადაო ბიჭო. იცი ჯერ არ დამთავრებულა ამათ შეხედე. სუძინ, კიდეც ყველა ვარიანტი. არა ვიცი შეიძლება. კიდეც აი ის ციხალას. წავიდე. ხო, ალბათ არა. წავიდა ჩაჭერა. მოახეთ, არა, პოლიციიდან დაიწყო, აუცილებლად პოლიცია იცემით არის. აქეთ ესე გააყევი ლამაზ ავტომობილებს გაყევი ბოლომდე. მოკლედ, ეს წეგან ვიძახთი რომ მიუხედავად იმისა რომ მე მერსედესები მიყვარს, ეს მერსედესნიკები ამას ვერ გააკეთებ. BMW-შიკების პეწი, სიყვარული და სილამაზე მდგომარეობს ამაში. რომ ერთი თქმა რომ BMW-ს ფესტივალი ტარდება და აი თუ შეგიძლია რომ ბოლომდე გაახედო და ალბათ ერთ-ერთი ლიზა ვერ მიწდება მაგას, სად რა ხდება ნახე უბრალოდ შეხედე. აღმოჩენებელი ნახევარი არა, მაგრამ 1/13 სულ BMW-ით იქნებოდა სავსე. პლუს ზემოთ პარკინგზე არიან ბევრი ავტომობილები და მოკლედ მაგარი გაზაობა და ჩაჭერათა ორთაჭალაში კიდე ერთი ამის ნახევარი გველოდება. ძალიან მაგარი ვიდეო იქნება, ბოლომდე უყურეთ, იმიტომ რომ წინ კიდე უფრო მაგარი ჩაჭერები და გაზაობები წავა. BMW-შიკებს უმეტი რა არის გასახო. არ გამოვაჯიკ. აჩი, გაგვაგონე, ხმა, გაგვაგონე. ძალიან კარგი გადასვლა იყო. რამოდენიმე დღის დამთავრებული გვაქვს Model X პლატის გადაღება რა და რო ვიძახთი რომ ანუ იგიომას თქვა ლომამ რომ ვაფშე სხვა ავტომობილია M5 F90-ო და ეს კოროსიაში ხარ კიდე უფრო კარგად ხვდები რომ არასოდეს ელექტრომობილს იმიტომ არ იყიდი რომ აი ეს შეგრძნება არც არა ასეთ ავტომობილს არ შეუძლია რა მაგარი აი ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გიოს სკილები და შესაძლებლობები ტარების ვიცით დრაგიდან რომ უმედლოდ არ წამოსულხარ გიო, ხო ეგრეა? უმედლოდ არ წამოსულხარ არც ერთი დრაგიდან, დღეს BMW-შრიკურ ფესტივალზე ყველაზე მეტად გაიტესტება. უსაფრთხოება. გადამღებია მგონი ერთ-ერთი იმიტომ რომ იმათ ისე დაპოვებოდა ძალიან ის გამომდის. სკოლებში მომავალ. ეგრევე გამოიყიდა რომელი იყო? არა, მაგარ დამკავს თამაშობთ, ხო? ოხ, ჩემი კაი.
თან მონსტრია შეიძლება. აუ ეს და გადახო просто stage 2-ზე რა. ხო. ой, თომე ჯახარ ამ შოთ. ხო, რა სატიყურება. ჩაკეტა იმ. აჰა. ხო ვიცი რომ BMW-შნიგები ბევრი ხარ ჩვენ გამომწერებში და იმედია უფრო მეტი გამოგვიწევ კიდე. მაგარი ლაინაპია. ამ ლაინაპში 10 საუკეთესო მანქანა უნდა აერჩიოს და არჩეულია უკვე. ერთ-ერთი რა თქმა უნდა ჩვენი ძმაკაცის ქოროში ავტომობილია და ვიმედოვნებთ რომ წლის საუკეთესო ავტომობილი გახდება. ვიმედოვნებთ კი არა და გარწმუნებულები ვართ რომ წლის საუკეთესო ავტომობილი გახდება. ნუ სასწაული ფერია, ულამაზესია. ზაში შვიდობით მოვედით საბედნიეროდ. ძალიან ბევრი ავტომობილი მონაწილეობს, მაგრამ ასწორებ და დანარჩენს კიდევ უფრო კარგად ნახავთ ვიდეოებში. არ ვიცი ახლა სად წაგვიყვანეთ, წესით წაგვიყვანენ, მაგეთ მოგვიყვანენ. შოთა სად წავიდე, შოთა? სპიტი გამოძახეთ. შევზე კარგად არა, ვერ შედა. 47 კულაო და кайფო. მაგისა, გო ვისროა. ელექტრობლოკირება როა F სერიასგან განსხვავებით მოკლე წრეზე ხიდი მაზავს. ესე მაზავს გადავდი სტურას. არა, სალი იწევს. ხო მიდიხარ და უბრალოდ სალი გაჩერდება და დგას. ჩერდება. ჩვენი არხის სახელით გუგლს ახლა ჩემზე მეტად ყველა იცნობთ აბსოლუტურად. აი, აბსოლუტურად ყველა ვინც ხარ და სულ რაღაც 1000-თან ვართ. გადავდით გუგლსთან აბსოლუტურად გამოიწევთ ასევე ჩვენი ძმა. შორიდან ვიცნობთ ერთმანეთს. შორიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ჩავთმაკართ და მე აი ვიდეოს განახებთ ერთად აუცილებლად იქნებ. კი, ხა. ანუ ჩემს სტოკმენებს ვერ შევადარებ, მაგრამ ამის ერთად გავაკეთებ უეჭვენ. ასევე და მეტი გამომწევი. ჯიგარი. ჩემზე მეტი უეჭველი და მე უკვე მაგალითად დედა. როგორც ხელდება მდგომარეობა, ყველა ფრთხილად უკან. მაგოვა ძალიან მაგარი მანქანა, გამოსული როგორც თავის. ჩვენი ძმა ასევე ჩვენ გამომწერებს ხოლმე აგერილებს და გადავდი გამომწერებს სოციალურ YouTube-ზე ყველაფერი აბსოლუტურად. და თუ რამე გიძლია სიგიჟე სადმე ნახოთ, მნიშვნელობა არა აქვს ავტოსფეროში, ამ კაცის გარეშე სიგიჟე არ გაივლის. შესაბამისად ესე თქვა ზაფხულს გახსნათ გამოვაცხადეთ რა. დავაი, ეს მოემზადეთ და მომზადეთ. ქართობა დაიწყო. ნახე როგორ რაღაცა. შენ ნუ ეხა სიგიჟეებს აკეთებ, ყველაფერს ქნი, რამე თუ შეიძლება, რასაც გიყვარს. ნუ ეხა დღეს რითი ხარ მოსული, ეგეც გითხარი ბარემ. M6 არის 700-ზე და ნუ კუპი გველებით. კუპი გველებით. გამიგდა და მეკითხა, ჩვენი გამომწერების პრინციპი რა ვთქვა? ყველა მოწვე. ნებისმიერ
ნებისმიერად. ყველაფერი ღია. ჩვენი არხი არის დაშრალული, ჩვენი გამომწერები იციან, ახლა მანდ ვიყურებენ და აუცილებლად ჩვენი გამომწერების სახელით, იმიტომ რომ გორჯერ დაიწერა კომენტარით და ბევრი გელოდება ჩვენთან დაიწოდე, აუცილებლად გელოდებით გაგვიხარდებათ. ასევე ბევრი. ასევე ერთად აბა კარგი, მადლობა. ადრე ერთმანეთს გადაგვეთხოვოთ, მაგრამ ეხა შეხსენებით აბსოლუტურად, გაუთები ამ სფეროსი თავისუფლად თქვენი არხი ყველაფერს გაიკეთებიათ, კი იცით, არ ჭირდება. სახელის თქმა და არც მის პარტნიორს და მის ძმებს. ეხლა ნახეთ, თელ სოფლიოში შეიძლება ცოტაა, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ნამდვილად ერთადერთია. და დანი მინდა რომ რაც შეიძლება შორი კადრი აიღო, რა ავტომობილზე ვსაუბრობ. გიო, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია. ძალიან გვიხარია, ძალიან მაგარი პროექტია, გილოცავთ. კიდევ უფრო მეტ წარმატებას გისურვებთ. ერთი-ორი სიტყვით. რამდენად რთული ოპეროლ რიგში ეგლაინტებს რა. მოკლედ, განაკეთები რო არ ყოფილიყო, სოფლიო მასშტაბით რამოდენიმე, ალბათ ბევრად უფრო რთული იქნებოდა და ეხა ზუსტად ვიცოდით, სად რა უნდა მოგვეჭრა, სად რა უნდა გადაგვეკერებინა და ასე შემდეგ. რთული მაინც იყო. აი სალონის გადაკეთება ალბათ ყველაზე რთული იყო, იმიტომ რომ ფურგონის ნაწილები ჩვენთან არაფერი არ შეებოდა, ყველაფრის ჩამოტანა მოგვიწია, იმიტომ რომ სედანის უკანა ნაწილი ისეთ განსხვავდება, ვერაფერს ვერ უსწავლ. ყველაფერი გადასაკეთება. ვერ შეცვლი ეს რა. ხო, და რახან ეს პანორამით იყო და კიდე რაღაცებით, აი მაგ ფუნქციებს ელექტრონულად გამართო, თორე ვიზუალის გაკეთება იდეაში რთული უფრო არის. ვიდეოში რაც მომისმენე მივხვდი რომ რაღაც დეტალები დაში არ არის გაკეთებული საერთოდ იმ სხვა მანქანებზეც იყო რაღაც პატარა დეტალები რაც ის უკანეს საკარა მინის საწმენდი რო და წყალი და მთელი ამბავი ზართული და ეგ გავუკეთეს რა ამ ბევრი რო აკეთებს იმ უკანებას просто აუქმებენ იმიტომ რომ იქ იმდენი ფუნქცია აქვს მაგას მარტო წყალი არის წმენდა და რაღაცები იმას ფრიან და ის უკანა შუშის ახტასაც როგორც ვიცი ვერ ამუშავებია ძალიან მაგარია ძალიან მაგარია ვიხარია პირველ რიგში ჩვენი არხის რაჟდაევის სახელით კიდევ ერთხელ გილოცავთ წარმატებების გისურვებთ მე გამომწერს რაც შეიძლება გადევნა თვალყურს დიდი მადლობა კარგად წარმატებები მე მიყვარს ზოგადად ადამიანები ვისაც კარგი გემოვნება აქვს და მე მგონი აქაც კარგად ჩაას მადრიდის ფანები მიყვარს გული ცალკე სხვანაირად ცემს აი მართლა ძალიან ობიექტურად თავი გაანებე რეალურად იმას შენ რა გიყვარს აი ხა რა უყურებ აქედან ვინ უნდა იყოს საქართველოში საუკეთესო ბენდ რას ვიტყვი ვინ იმსახურებს იმიტომ რომ ანუ წინა წელს იცი ვის დაიმარჯვა ეს 65 იყო ანუ ესე იგი შესაძლებელია ძველმაც გაიმარჯვოს ახალმაც და ნებისმიერმა მე მიკერძოებული ვარ ამ შემთხვევაში და ვფიქრობ რომ თორეს ავტომობილმა გაიმარჯვოს წელს ამოსილება ნუ იქიდან გამომდინარე ლაინ M5-ია ესე რომ ვთქვა ყველაზე მაღალი დონის M5-ია ამის ხით არაფერია ისტორია ლეგენდაა და მიდის და მიდის აერში ესე ვთქვა შენ რას ვთქვი რომელი ახალი სერია დაანახე დანი რომელია ახალი ჯისერია რომელიც თეთრი არა შავი არის ჯისერია დანი ეს მომწონს ძალიან. არ შევფიქრებ ამას? არა, ამორს ვფიქრობ, მაგრამ ამ ორი და რომელი მე? ის უფრო? ხედავ, მაინც იცის კაცმა, აქ ტყუილა კი არ წერია. მადლობა, ძმაო. ძალიან კარგი. აი ეს არა ისიც არ დაბავიწდეს, რომ ისიც ხო, სხვათა შორის, კი. გიორგი სარიშვილის და გიორგი მდინარაძის პროექტი, მინდა რომ დაანახო ის სასწაული. ნუ, ფერიც მაგარია, ნუ ნარდო ეხა ულტიმეტ ფერია რა. გაიწევიან ბიჭები იმედია და დავანახებ თუ არა და ამოვანათებ. კი, ანუ შესაძლებელია, იმიტომ რომ ნუ ერთია რა მთელ ქვეყანაში, მაგრამ მე მაინც მიკერძოებული დავრჩები ბოლომდე ამ მანქანით ამოსული, ამ მანქანა უნდა გაიმარჯვო და ამ მანქანით გამარჯვებული უნდა წავიდე აქედან. ეგ არის ჩემი მიზანი. ეხა ნახე. სადაც აქვე ვარ, ბარემ ეს მანქანას გადავიღოთ რა. ძალიან ბევრი მოთქმა მიდიოდა ამ ავტომობილებზე და ძალიან ბევრი ნეგატიური რომ ეს Range Rover-ის წონა მონსტრი რა არის, ანუ ძალიან ძიმეა. მაინც M5-ია, მაინც ცხოველურია კი. F90-ს ვერ გადაახტა თავზე და ბევრად უფრო ნაკლებია ავტომოყვარულების სახით, მაგრამ ძალიან მაგარი ავტომობილია და ამ ავტომობილის პატრონს რესპექტ, მომწონს, კაისპექია, რა ვიცი, მე აი გამარჯვებული. აუქდა, მიკერძოებულია, რას ვიზამ.
ძალიან საინტერესო გემოვიდა და შენ პირადი ფანი ვარ. იცი შენ ის ყველაფერი რა თქმა უნდა უკვე და ძალიან სასაცილოა მეორე ადამიანი ის ფანი ეგარ შალიკა და მიყვარს ეს ძალიან უცნაურ საფუძველში გაიჭირა. მაგარ ფოთი გავიჭი. ეგრე არ ხდება ხოლმე. ხო, მაგრამ რას ვიზავ? მიყვარს ესეთი ხალხი, როგორი თქვენი ვიხარ, რესპექტი სკოლისთვის, ეროვნდრიფზე ვიყავი. ვიყურე და იმოწერე კიდევაც გავსწრებს რომ მეთქი აი, ხო ემოთრო ჩადე და თვალებში ვიყურებდი, ხო აი ძალიან მაგარი იყო და ცეცხლი დაგვიწყდა რა. ან მართლა ჩაოლებრივი მომენტია ხეროსთან ცეცხლი წაკიდება, არის აი არაფერი უკვე. ჩაოლებრივი მომენტი, ელოდება უკვე. შეიძლება ტაიმერი გახსნა, ხო? არა, მართლა მაგანა ვიწოდა ჩემპიონატსაც რო უყურებდი, ხო, აქ ჩააკრეთ და აქ ჩააკრეთ მეთქი და იჯეკი ხო აღარ გამოსულა. ნერო. ჩვენი არხის სახელი დღეს ძალიან ბევრ ადამიანს როგორც გუგლს ვარაუჩ ცეცხლში ძალიან ბევრ ადამიანს ვლაპარაკეთ და რაღაცნაირად კითხეთ ესეთი საინტერესო რა. ნახე მე ვიძახდი რომიშნიკების ძალიან დიდი პეცი. არის ის რომ აი ამას რასაც არ ხედავ და ის შეკრება რომელიც აღმაშენებიდან დაიძრა ამას მესედესი კი მოიწ. იმდენად უფრო აი ეს შეიძლება მე ვიძახდი რომ მე აი ესენი რომიშნიკიდან ამათი პეცი ისა რა მივხვდი შენ რასაც იცავდი და მაგაში მაგითანხმა რომ მე ვიშკას თავის თანები დაჟე გადამეტებულად და მაგის გარშემო გადავენ ყველაფერს აკეთებდი და მაგაზე ავაგეთ ეს იაბუველის სიტყვას ეგრეა მაგაზე ავაგეთ ხო მაგრამ აი თავის რაღაცა ლამაზიც ააკეთე დღეს რავი რამდენი მანქანა იყო მართლა ვერ დავიტოვდით აღმაშენებელი გადაკეტილი იყო პატრული ხრიდა და წრეზე უშავდა ვეღარ ვდგებოდით ფიზიკურად მე ძალიან მოწონს ყველაფერი რაც შემდეგ ცეცხლის გარდა რა ცეცხლი არა ძალიან უხარჯა მალში მინდა რომ შალიკას ფინალი ნახო ძალიან შეხვდეთ ძალიან ახლოს ვიყავით იმ დღეს და ახლოს ვიყავით მაგრამ ისე და ისე ცეცხლით და ასრულა ხერო შეჯიბრი და რავი ათაშოროს აი არასოდეს ამბობ და მე ჩემ პირადად რა და აი თქვენ ყურებაში რაღაცა ინტერესი გაქვს მაგარი მუღამი აქ თუ აი ოდნავ მაინც მანქანები ეოსები რაღაც დავჭერ მე მუღამია ერთი ჩაკეთდა მე მაგარი კი წეგა ბუდუს უყურებდი როგორ ადუღებდა ემოს ემოთხი ხო მე მგონი ხო ემოთხს ადუღებდა და აი დიდი სურვილი გამისდა და ხოროს ვარაუდე როგორ კარგაცავია და ზუსტად ორ წუთში იმელა პადრიფტავი და რა მაგარი ყოფილა და არ მეთქი მეცლით და ეგრე აი ეგრე გძნობა გამისდა რა დიდი რესპექტი წარმატებული პრინცესები კოლაბორაციას ეგ მაინტერესებს არხის წარმომადგენლებს იმიტომ რომ ბევრი ისი რამდენი კომენტარი მაქვს შენზე მაგაზე პოზიტიური კაცი არავინ არ არის რაღაცა გააკეთა რაღაცა ვარიანტები არის და გასულ შეიძლება ვიწყებთ ჯერ კიდე ჯიქის დაყენებით ხო და მაგაზე მოგწე რაღაც ვარიანტები არის არ უნდა გასწავლო გავიარეთ მე და შეგვიძლია რაღაცა მე და მეგობრებო მე ხო გითხარ უმაგრესი ადამიანია თქო და აუცილებლად დაგეთანხმება შესაბამისად ჩვენი AMG-GT რომელიც არის სრულიად სტოკი კიდევ გამოდებული და თქვენი წავიდეს სრულიად სტოკი აუცილებლად მოვჩერდეთ ახლა აი საინტერესო ვიდეო ჩამოსცეს მადლობა დაატექი უკან, აგე ბავშვის დღეს და მე დავდრი ამ დრავს რა მე დრავს როგორ დაინახავ ხდება ხოლმე რულიაერია და ბავშვი ვაკატა ეხლა ნახე პასად გაიწიროს ვიცი დაჯე ხა დამძრა რას დავეძა ამ ბავშვი კაი დაჯარი რა ყველა მეგობრები ყველანი ძმებია იუტუბერი ხართ უბრალოდ ავტოსფეროში ხარ მშლობა ყველანი მეგობრები ვართ ერთმანეთს და ყველანი მაგაცები ვართ ერთმანეთს და ესეც იგიჟები ხდება ხოლმე ჩვენთან შემოგვიერთთ თქვენი მოსვლაც გაგვიხარდება გამომწერი ხართ უბრალოდ მაყურებელი ხართ უბრალოდ მანქანელი ყავს მშლობა არ აქვს ეს ამ ფოკუსი ხო მაგრამ რომელია ეს არის წვრილი ყველაზე Dali.
ბიჭო ვერ გავეკითხები. არ და გიგის როგორ ოპა, რა ტორბუზი? ბაჭი, მოძრაობაში მაგარი კადრი ვერ ავიღე, ისეთი როგორიც მინდოდა. ჰა? ვიცი და სანამ შეყავ სასწრაფოდ აფილზე მოგესმენდე? აჰა. დავაი. ეს ის უნდა მქონდეს ხო? ჰა, ბიჭო, ბემში. არა, წანა. ყველაფერი მომდის რა. ვაფშე ყველაფერი. ეს ის ნახე რა მაგარია ეს გადახრა დასავლეთ როართან. Nice section. აი, რეზინი მოიწილე. როგორ ხარ? გათავდა ბენზინი? საბურავების გათავდა. ეს იქნება გადაიზოლე. ბიჭო, შიდა მხარები კი ესე ვერ შეაჭრე. აქედან უნდა შეხედო. ხო, მე შევიდა იქიდან დავიდახე აქედან. სამო. მე ახლოს რომ გახარ რეზინები შეგეყარა, თვალების ავსე ასე რეზინი. ერთი მიშელი საბურავს კარებს და აქ. იმას გოლი ცეცხლი წაეკიდა საბოლოოდ რო გაჩევდა. მარ მომჩვენებია რაღაც ძალიან ცუდი ხმაკო. ჩვენი კობრა მგონი დამარცხებულია, ნუ ეხა მაჩიტას ხელში ყველა მანქანა დამარცხდება სადღაცას. მანიკეს ჩაიხუტა ჩემი ძმა. მაჩიტას ხელში ყველაფერი დამარცხებადია, ისეთ რაღაცებს აკეთებს. წეღალამის თუ ცეცხლი წაეგიდა ვერ დავინახეთ ზუსტად. არა ასწორებს. რაღაც პონჩი ეს განადგურებაც ხო მუღამია რა. ბევრი იტყვის ხა ოი ამანქანე ჩაფუჭებს ჩემი დედა. მე და მუღამი იგეც არის, იგეც ხალისია. ესეც არის ცენტრიდან გამოგორებული ენები. მე ხო გითხარ. ამ ზღაპარს კეთილი დასასრულია. მოდი აციმელა ღივილიშია. იქ ჩავარ. ხო, არა, ჩავარ. აი მას ხონდა 21, აი.
წითელს. ვიღაცა პატარა ბავშვები მოვიდნენ, აი პატარა გოგოები და ბავშვები მოვიდნენ. წითელი მაგალი მანქანაა, ჩემი და მოვიდნენ ჩაღარეს და იგი ჩავაგდო. არა, ჩვენთან ჩავაგდო და მეთქი ზეიძახის. ამან ეხლა ვიდეო. ხო, ეხა რომ თქვა. წავედით? აჰა. საქართველოში ნომერ პირველი. საქართველოში ნომერ პირველი BMW გამოვლინებული ხალხის ხმების მიერ ფოროს M5 CS. ხად არის ხალხი? მოდი გიო, მოდი ჩვენთან. ესე იგი, როგორც დაგვირდით? კუთვნილი საჩუქრი. პირველ ადგილზე. მან დაარა. მოდი. აბა? აჰა. პირველ ადგილზე. და გიორგი ქაროღლიშვილი რეკადრებო. ერთადერთია გარკვეული ავტომატი. კი ბატონო. ის მეერე. ეს და იმსახურა რა გოჯა? აბა რა. გიო გაიცი. მაშ ასე. ნახე რა ბედნიერია. 100 ლიტრის დედას თავარია მოიგო. აი ამ ბედნიერ ნოტაზე. გემშვიდობები, ჩვენ ვლოგის დასასრულია. იმედია მოგეწონათ. ჩვენ ძალიან მისიამოვნებთ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე გავატარეთ პირველად ესე სიცხეში, იმიტომ რომ ამინდები არ ვიცხოთ სულ ხანი ახალს ვიცით. ძალიან ასიამოვნები ვართ, მადლობლები ვართ. მადლობა გიგის, რიმს, AM Club Georgias. ბიჭებს ყველას ვინც უკან განან ამ ყველაფრის მართლა გაასწორა. ეს იყო გაზდრაივი. მე შეუცვლელი მისი ჰოსტი გიორგი ქავთარაძე, მშვიდობებით შეხვედრა.